ღამე მშვიდობის მეგობრებო, სწორედ ახლა ჩამოვედი კახეთიდან, ვიარეთ კოსმოსური სისწრაფით ხმელეთის გაგებით, რომ არ დამეგვიანებინა ძალიან და მაინც შეგვაგვიანდა რამდენი 1-3-4 წუთი ამაზე ბოდის გიხდით. დღეს იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული შეხვედრის დღე. დავიწყეთ დილა ხურვალეთიდან, მოგესალმებათ კონფლიქტის ხაზზე რა მოხდა. ქალბატონი იმყოფებოდა თავის ბაღში, კაკლის სასაკრეფად. იქვე უდგათ ფარდული, სადაც ინახება სხალი, ვაშლი, თივა. და როდესაც ავიდა აი ამ ეზოში, იმ ფარდულში თურმე იმალებოდა მარბიელთა ჯგუფი. ოკუპანტ მარბიელთა ჯგუფი, რომლებიც გამოსვიდნენ, ქალბატონი გაიტაცეს, გადაიყვანეს იმ მავთულ ხლარდზე, ეკლიანი მავთულ ხლარდია, ჯერ წარმომიდგენია იმ გადაყვანის დროს ადაზიანებებს მიიღებდა. შემდგომ უკვე დადასტურებული ინფორმაციით რუსეთის იქვე წინაგარეში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გალახეს. ესე აღარც ხალი იციან, არც კაცი იციან, არც ღმერთი იციან, არც ხალუცავი იციან, არც ხატი იციან, გადავხედეს საფლავი წართმეული, ვეღარ ასაფლავებენ მიცვალებულებს, ეუბნებიან ისინი, რომ გადმოგვაწოდეთ მიცვალებულებს, ჩვენ დავმარხავთო, ვისრათ მაგეთ დამარხული მიცვალებული. სალოცავი იქეთ მოქცეული. მე არ ვიცი ახლა ეს სოდვა როგორ მოასვენებს რუსეთის ხელმძღვანელობას, რაც მათ ჩაიდინეს ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ. ქართველი, ოსი და რუსი მართლმადიდებელი ხალხების წინააღმდეგ. ეს ხო ხიდების გაბზარვა, ეს ხო სიმების ჩაწყვეტა, ანუ ყველასი არ ჩაწყდება საბედნიეროდ ყველა სიმი, მაგრამ ხო მნიშვნელოვანი ბზარებია მიღებული ადამიანურ ურთიერთობებში, ყოფით ურთიერთობებში, შემამოწყენებლო ფაშისტები არ აკეთებდნენ ამას, ქალს პატივს სცემდნენ და ყოველ შემთხვევაში მშვიდობიან მოსახლეობას არ უვარდებოდნენ და არ გადაყავდათ იმაში ბერლინში და არ აჯარიმებდნენ. იმის გამო რომ რაღაცა გამყოფი ხაზის პარამეტრები ვერ დაიცვა ზუსტად. ეს რა უბედურება, არც ოკუპაციას გავს, არც აგრესიას გავს. ჩავედით ისეთი სასაულო ანგელოზი ოჯახი, კარგი ბავშვი, ბიჭი, ბოქსიორი, მომავალი წარმატებული სპორტსმენი, დადიანებული, დანაღულიანებული დედის გატაცებით, ახლა როგორი ამბავია, მე-19 საუკუნეში გვეგონა რომ დამთავრდა ეს ადამიანთა გატაცებები და მე სტამბულისა და ჩორნონიკის ბაზრობაზე გაყიდვები და ახლა სტამბულის ბაზრობად გვექცა ცხინვალი. ახლა საშიში მომენტი რა არის კიდევ ერთი და სიახლეც, ანუ საშიში სიახლე. ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩვენს კონტროლირება ტერიტორიაზე. სასაზღვრო ხაზის დარღვევის გამო კი არა. არამედ იქ რაღაც საქმეს აღძრავენ, ნებისმიერ ჩვენგანზე შეუძლიათ თქვა ცხინვალში აღძრან საქმე. მათი რაღაცა ეგრეთ წოდებული კოდექსის საშუალებით, რომელიც გადმოწერეს რუსეთის საპროცესო ნორმებიდან და მოგვივარდნენ ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც ექნება შესაძლებლობა ღამე, შავი გზებით, ბილიკებით და აღმოჩნდეთ ერთდღიური ცხინვალის იზოლატორში. ეს უკვე ოკუპაციის და ანექსიის სრულიად ახალი ფორმაა, რომელსაც სჭირდება ახლებური რეაგირება. ახლა მე დღეს მოთხოვე ამ ხელისუფლებას, რომ რა შეიძლება მოსთხოვო. რა შეიძლება მოსთხოვო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაეროში ზის წარმომადგენელი შეორნაძის ყოფილი პრეს-ცენტრი იმნაძე, რომელიც დღე-დაღამე სტეიკის ჭამის მეც არაფერს არ აკეთებს ნიუ-იორკში. ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში და უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევაც კი არ მოითხოვა საქართველოში შექმნილ საოკუპაციო პროცესებთან დაკავშირებით. ის მშრალი გამოსვლენ გენერალური ასამბლეის სესიაზე ყველა გადის და ყველა იფხანს ენას როგორც უნდა, იქ არაფერი არ წყდება. უშიშროების საბჭოს ხდომა არც ერთხელ არ მოწვეულა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხოცეს, გაიტაცეს, ასიმილირება გააგრძელეს, შემოღობეს, ყველაფერი გააკეთეს, რაც მსოფლიო საოკუპაციო პრაქტიკას უმეხავს და რომ უმეხავს და აი ესეც სიახლეა, რომ ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება შემოვარდნენ სახში და გადაიყვანონ ცხინვალში იმის გამო, რომ დაარღვია ზაგანადაწეს და იუჟინე ასეთი დაგნაზიონ რა. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებ და არავითარი წინასაარჩევნო პიარიან რაღაცა პატრიოტული ნოტების შერხება არაფერი შუაში არ არის. მთელი შეერაღებული ძალები, რომელიც ივანიშვილმა გადმოიყვანა აქეთ, სოფლების შესასვლელში არ და კაი მაგარი ბიჭები არიან, დღე-დაღამე ტრიალებენ იქ, მოსახლეობას თავზე ადგენენ, ხაზზე გადიან, მორიგეობენ, სოცხლეს წირავენ, გმირებია ნამდვილი, მაგრამ ბაზირება არა აქვთ იქ იმ კონფლიქტის ზოლში და ხაზზე. აქეთ აქვთ რამდენიმე კილომეტრის აქეთ ბაზირება და ისინი იქ დააკეთებენ რაც უნდათ, როგორც უნდათ, როცა უნდათ. ამიტომ შეერაღებული ძალები გადავა დაპირისპირების ხაზზე. სპეცრაზმი გადავა დაპირისპირების ხაზზე, სნაიპერები განლაგდებიან დაპირისპირების ხაზთან და როგორც კი იქნება, აი ასეთი მაროდიორობის შემთხვევა, ადგილზე დაიხურდება თავდასხმელი. ან იქნება დაპატიმრებული. საუკეთესო შემთხვევაში მისთვის იქნება დაპატიმრებული.
სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ვერც სახელმწიფოს, ვერც სოფლებს, ვერც ქალაქებს, ვერც ოჯახს. უკვე პრაქტიკულად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მეგვიყვანა ამ რეჟიმა და კრემლმა ერთად და კიდევ ბედავენ და აგზავნიან აქ თავიანთ კუდებს და კანდიდატებს პრეზიდენტებად და სხვა და სხვა. ახლა კითხვა ყველას გაგვიჩნდა იქ როცა დავიარეთ, ახლა ის ბაღი ვნახეთ, იქ გაყოფილი სოფელი შუაზე გაყოფილი. აი სხურვალეთი. იქითი ნაწილი ოსურუბანი მოხდა მავთულხარდების იქეთ. აქეთი ნაწილი იქაც შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა რამ გავყვეხლა ჩვენ და ოსები რეალურად. ნუ გავყვეს ახლა ესე უნდა მტერს, მაგრამ იმედი ვერ გავყვე ბოლომდე იქით გავხედე ბიჭები იყვნენ ქართულად გავძახელი. გამარჯობათ, მე ოსურად გავძახე, ვირა, ცარბირა, ხორზუ დაბანხოზე ეგეთი მისამება ოსურად. აშკარად სევდა ვიგძენე, აი მათ გამოხედვაში ვიგძენი სევდა და ისიც ვიგძენი, რომ აი თავზე ადგენენ ავტომატებით, მოკლედ, რომ რაღაც ადამიანური კონტაქტებიც არ ადგეს ჩვენს ხალხებს შორის და აი ამ კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით მშვიდობიანი სახალხო დიპლომატიის არხები ჩაიკეტოს მაქსიმალურად. ის კი არ არის საქმე იმპერია მარტო გააფართოვა. პუტინი მყავს ხედულობაში, ბატონო პუტინი. საქმე ის არის, რომ მტრები მეგობრებად აქციო და მეგობრები მტრებად არ გადააქციო. ეხლა კი შეერთა ეს ყირიმი და რა 50 მილიონიანი უკრაინა დაკარგა. რადგან ეგეთ შეერთება? უკრაინა ეს იყო ბუფერი ევროპასა და რუსეთს შორის და უკრაინის გარეშე ვერანაირი რუსული იმპერია ვერ შედგება. როგორც წეს ჩემი მეგობარი ძალიან ნიჭიერი პოლიტოლოგი, რუსული იმპერიის იდეოლოგი დუგინი. ისევ როგორც ბელარუსიასთან. არის მუდმივი სავაჭრო ომი და სავაჭრო ომი როდის გადაიზრდება პოლიტიკურ კონფლიქტში არავინ არ იცის და საქართველოსთან რაც მან გააკეთა. რა არის ახლა ის ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გამო ამხელა მეგობარი დაკარგო გვერდზე, ამხელა მეზობელი დაკარგო. ამხელა ხიდი დაკარგო გარემომცველ სამყაროსთან. მარტო ტანკები და მარტო ოკუპაციით ადამიანების გატაცებით საწახო. წახვალ იქ რომ მე და იმ ნარჩენი რუსეთის იმპერიის რღვევაც დაიწყო. ამიტომ მე არ ვიცი ახლა შეიძლება ამ წუთიერად კმაყოფილები არიან რუსის პოლიტიკურ ელიტაში ან რუსეთის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ეს ძალიან ისეთი არასერიოზული კმაყოფილებაა. მძიმე შედეგებით დაუმთავრდებათ ეს მძიმე შედეგებით. ეხლა ჩვენ კიდე ვინც საბჭოთა კავშირის მოვესწარი და გვახსოვს თქვა ისეთი ურთიერთობები ჩვენ ხალხებს შორის, ის საერთო კულტურული მემკვიდრეობა, ის საერთო ღირებულებითი კავშირები, ურთიერთობები, ადამიანური ასე ვთქვათ კონტაქტები, გასაგებია რომ კიდევ ვთქვათ არის რესურსი რომ სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე გეოპოლიტიკურ ასპექტით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კუთხით შემოტრიალება მოხდეს, მაგრამ ახალი თაობა იზრდება აქაც. ახლა ჩვენმა შვილებმა არ იციან ის კარგი რაც იყო, ბევრი რამ კარგი იყო იმ კულტურაში, იმ ცივილიზაციაში, იმ ისტორიაში ხო, ერთობლივი ბრძოლა, ერთობლივი ასე ვთქვათ ცივილიზაციური ისტორია გვაკავშირებს. იმათ არ იციან. ისე როგორც რუსეთის ახალგაზრდებმა არ იციან თინეიჯერებმა ეს ამბავი. და ეს არის მე ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენა საუკუნეები და ახალწლეულები უნდა და ხშირად ისიც აღარ ყოფნის. ახლა მაგალითად თურქეთსა და საბერძნეთს შორის მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნატოს წევრია, სასტიკი დაძაბული ურთიერთობაა და რამდენიმე საუკუნე არ მოგვარდება ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ იქ თავის დროზე დაგროვდა და უარყოფითი მოხდები და უკვე მისი გადაჭრა ერთ სამხედრო ბლოკში ყოფნითაც აღარ ხერხდება. აი ახლა ამხელა ხაზია კონფლიქტის გამყოფი ხაზი, ხო თუ რა ნავთობხლართი თუ რაც არა. მთელი იაპონიის ავტომრეწველობა ჯიპების სახით იყიდეს და აქ შემოიტანეს და ლამის გამგებლის სიდედრის დაკალს ემსახურება სახელმწიფო ჯიპი. ამ მამაცხოვებულებს რა გაუხდათ, რომ მთელი კონფლიქტის ხაზი აღჭურვონ ვიდეოკამერებით. იმ ოკუპანტებსაც ხო ეცოდინებათ, რომ ვიდეოკამერა დგა და მათი უკდავის სახე იქ აგინუსხდება და მე ეს სურათი მოხდება ინტერპოლის ცირკულარში. ხო ექნებათ შიში, ხო ექნებათ გაფრთხილების გრძნობა, ხო აღარ ითავხედებენ ასე. ეხლა ცინავს ხაროვნებ რომ ავტომატია სროლ და ჯარები გადაიყვნენ. ვიდეო კამერების დამონტაჟება რა გახდა? რა უნდა დაჯდეს? ერთი 5 ჯიპი, მეტი არა, ხო? არ ვიცი თუ რამე შერჩა ამ ხელისუფლებას კიდე ადამიანური და პატრიოტული მე ეჭვება, მაგრამ მაინც ეხლა ცდაბედის მონახევრიო. აი იმ ბაზის, სამხედრო ბაზის უფროსი გენერალი, ვინც არის ხელმძღვანელობა, ამათ ძალიან კარგად იციან და ფარული კონტაქტებიც ამ სტრუქტურებს შორის, გამოაცხადონ ძებნაში აღძრან საქმე და გამოაცხადონ ძებნაში იმის გამო, რომ ქალბატონი გაიტაცეს თავის სახლიდან, თავისი ფუძიდან, საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ იკმარეს ოკუპაცია, აგრესია და ანექსია
აღზრა საქმე და ეს გენერალი დასვენ ინტერპოლის წითელ ცირკულარში. და მე როგორ წავა ეს გენერალი და მისი ცოლ-შვილი მალდივის კუნძულებზე, სეიშელებზე და მარშალის კუნძულებზე, აი მე ნახავენ სხვა გენერალებიც. აფხაზეთშიც და მთელი კონფლიქტის ხაზზე და მე აღარ მოგვიკლავენ ტატუნაშვილებს და ოთხზეურებს და აღარ გაიტაცებენ ქალბატონებს. ეს რაც შეეხებოდა ხურვალეთს, შემდგომი შეხვედრა იყო უკვე თელავის დიდ დარბაზში. ძალიან საინტერესო. ინტელიგენცია, ყველა ფენა საზოგადოების მევენახეები, ესწრებოდნენ ყარაჯალელი ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანელები, ჩეჩნები პანკისის ხეობიდან, აი საოცარი სიყვარულის, მეგობრობის, საქართველოს მომავალზე შეფიცულთა სურნელი გრძნობოდა დარბაზში და საოცრად აი დიდარი წამოვედი იქიდან. მაგრამ ჩასვლისთანავე დავხვდა ახალი ამბავი, რომ ღვინის ქარხნება შეწყვიტეს ყურძნის მიღება გლეხებისაგან. როგორც კი დააბინავეს ივანიშვილის და მისი ძმის ადიკოს ვენახიდან მოწეული ეგრეთ წოდებული მოსავალი, თოფაძის, ტყემალაძის ვენახი და კიდე ამათი კუდების იქ რო არიან, რა ქვია, ეს ბადაგონი და ეს ბანდა, რო ჩაიგდეს კაპიკებში ეს ბაღვენახები და მევენახეები და გლეხები გადააქცეს მონებად და დაქირავებული მათ, რა ქვია, მუშახელად, ზურებში, მათი ზურებში. შეწყვიტეს ამ ყურძნის მიღება, არ იკმარეს რომ 70 თეთრად ჩაიბარეს ეს უზურპაციის პროდუქცია და 10 მაგად გაყიდიან ახლა ჩამოსხმული მართლაც უკვე ქრისტეს სისხლს, რომელსაც ქართულმა ხალხმა მისცა დასაბამის და სახელი ზღვინო ქართული ფენომენია, ეს აღიარებული მომენტია. და რიგები რო ჩავედი, ის რიგები დამთავრებული იყო, რიგები კი არა, ხალხი იყო შეკრებილი ამ ქარხნებთან. მე გავაფრთხილე იქიდან და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამ მთელ ბანდას, აი ამ სავენახო ბანდას, ამ მეღვინეთა ბანდას. გახსენით ქარხნები, ეს ყურძენი მიიღეთ, რომ სათითაოდ ჩამოგევლით სახლებში ყველას და არ მაინტერესებს არც სოლიდურობა, არც აკადემიურობა, არც პრეზიდენტობის კანდიდატობა. და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომ განსაცდელის წინაშე დატოვეთ გლეხობა. ვაზი დატოვეთ განადგურების საფრთხესთან და ზამთრის წინ განსაცდელის წინაშე დატოვეთ. არა მარტო ყურძნის გამო, არა მარტო მაიმუნობის გამო, რაც დღეს მოხდა. აი, სეტყვის აპარატები რო გიყენია თვითონ და მარტო ივანიშვილის ვენახის თავზე რო ისვრით და იქ ერთი მტევანი რო არ დაზიანებულა და სხვაგან რო გენანება ტყვია წამალი. და საზამთრო რო ჩაუპეთ გლეხებს მილიონობით ტონა საბაჟოზე ტარიფების აწევით რო აღარ შემოვიდა იქიდან კონტეინერები და არ იყიდეს ვენახი. ნუ ეს საზამთრო, ნუ გონიათ რომ ეს შეგრჩებათ. ნამდვილად არ შეგარჩენთ ამას. შემდგომ გახდით ბირკიანში, ეს არის პანკისის ხეობა, სადაც პანაშვიდი იყო სირიაში დაღუპული ჩვენი ჩეჩენი ძმების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მთელი ოჯახი ბავშვიანად დაიღუპა. და აი ეს კიდევ ერთი მაგალითი დანაშაულებრივი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ რეჟიმი ატარებს, რომლისთვისაც დასაქმების კონტინგენტი მარტო თავისი ნათესაობა, მეგობრები, კლანის წევრები, თანაპარტიელები, თანამაფიოზელები არიან და დანარჩენმა ხალხმა უნდა კისერით ეხოს, მანკისელები უნდა სირიაში წავიდნენ, იქ უნდა დაიხოცონ, დანარჩენი მოსახლეობა უნდა გალაგდეს თურქეთში, იმაში რა ქვია, ევროპაში ვიღაცას მოარონ, ვიღაცას დაბანონ. ზოგი ციხეში მოხდეს, ზოგი ნარკოტიკებზე შეჯდეს, ზოგმა დაკარგოს თავისი ტრადიციები, ადათები, გაითქვიფოს ასიმილირება მოხდეს. და სამაგეროდ გაიხსნეს გზა აქ ჩამოსასახლებლად ირანელებისა და არაბების, რომლებსაც მოთხოვნები მკაცრი არ ექნებათ ამ რეჟიმთან, იმიტომ რომ ისინი მაინც სტუმრად იგრძნობენ თავს და ეხლა მკვიდრი მოსახლეობა რომ აქედან გავა გაძევდება ან სახეს დაგარგავს, ეს რა თქმა უნდა ამათი ოცნება. აი ესე იყო ამათი ქართული ოცნება ეტყობა და ჩავედი მიუსამძიმრე ჩვენ ძმებს ჩეჩნებს და უსურვე რომ აღარ დასჭიროებოდეს მართლაც სამუშაო საძებნელად აი სოფლოს ხერხდებლებში წასვლა ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი თვისტომლი ღუპებიან. არა და მოგესწრებათ ჩვენ ჩეჩნებთან, ლაკებთან, ინგუშებთან სისხლისმიერი გენეტიკური კავშირი გვაქვს. იმდენად ახლობელი ერები ვართ ჩვენ რომ ამას სერიოზული გამოკვლევებით აღარ სჭირდება, მაგრამ მაინც სჭირდება გარკვეული გრანტების და თანხების გამოყოფა კავკასიოლოგ მეცნიერებს, რომლებიც დაადასტურებენ რომ ჩვენ ფაქტიურად ერთი ძირი გვაქვს, ერთი ხალხი ვართ. აი რომ ჩამოვიარე მე მივედი გარდაიცვალა ადრე ჩვენი აქტივისტი ქალბატონი ბელა დაგზელოზე ვერ ჩავედი, იქაც მიუსამძიმრე ოჯახს და რო უყურდებოდა ეს ქალბატონებს, აი ჩვენ თაში, ხევსურეთში, ფშავში, ჩვენ ბავშვებიდან რაც მახსოვს, თეულეთში, აი ქალბატონები, ეს ლამაზები, თეთრები, რაღაც ძალიან ნაზები, რაღაცა, აი სიარულშიც კი საოცარი მსგავსება ჩვენს ხალხებს შორის, საოცარი და საერთოდ კავკასია ეს ჩვენი საპატრონოა. აღმაშენებლის იმპერია და თამარის იმპერია ეს კავკასიური იმპერია იყო.
ქართული დომინანტით, მაგრამ არასოდეს ეს დომინანტობა ბოროტად არ იყო გამოყენებული სხვა ერების დასაჩაგრად ასიმილირებისათვის და გადაშენებისათვის. და მომავალი დიდი საქართველო კავკასიას უკავშირდება. ჩვენ კავკასიური ზურგი უნდა გავაძლიეროთ, გავამაგროთ, ის გალავანი ავაშენოთ და მერე იქნება გამთლიანებული საქართველო. სანამ აღმაშენებელმა ეს არ გააკეთა, ერთიანი საქართველო ვერ შედგა. და აი ახლა, შესაძაც ეს კავკასიური სოლიდარობა დაგორღვა და ვერ მივხედეთ საბჭოთა იმპერიამაც ბევრი იმუშავა, რომ კავკასიელი ხალხები ჩვენგან ჩამოეცილებინა იქ პროპაგანდა ანტიქართული და ყველაფერი. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ასე ვთქვათ, ზურგიდან მახვილი მოხვდა და ჩვენი თვისტომნი დაგვიპირისპირეს. ვიცით ეს ამბავი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიმეორებ დღეს იქ ჩასვლა და იმ ხალხის ჭირის გაზიარება. გზად მატანში გავჩერდი ეს ისტორიული ქაქუცა ჩოლოაშვილის სოფელი, იშვიათი ჯიშიანი ქართველები, ნამდვილი აი ჯარისკაცის მამიდან პერსონაჟები დაგასწრება ძალიან ლამაზი ახალგაზრდობა, ძალიან შემართული, იმედიანი, ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი ის ხალხია იმ აქ სოფელში, რომ აი 15 ლარათა და ისე როგორც იციან ხოლმე ვერ ყიდულობენ, მაგრამ ნუ იქაც არიან ეს განყარებებელთა ხროვამ საარჩევნო კომისიაში. ხო და იქ გავიხსენეთ ზუსტად ქაქუცა ჩოლოაშვილის ისტორია, მათი დიდი თანამემამულის და ჩვენი სიამაყის, რომელმაც გალახა ნოე ჟორდანია პარიზის რესტორანში. როდესაც შევიდა რესტორანში, ნახა რომ ჟორდანიას გაშლილია ეგ 70 კაციანი სეპასურა თამადაძის და ბოლომდე ურახუნებს ვაჟკაცობისას, ქართველობისას და პატრიოტობისას ამ დროს ქვეყანა თავზე დაამხეს იმ ნოეს. დაიპყრეს, ოკუპაცია გაუკეთეს. ბოლო დღემდე ოცნებობდა ნოე ჟორდანია რუსეთთან შეერთებაზე ეხოწებოდა ლენინს, მიგვიღეთ დამოუკიდებელ რესპუბლიკათო. გაიტანეს აქედან წაიღეს გზადაგზა განძ აგროვებდნენ და წაიღეს ექვთიმე თაყაიშვილმა დაგვიბრუნა მარტო განძი. დანარჩენების წარებული განძი საწევიდა. და იმ ქაქუცამ ამიტომ გალახა ის ნოე ზუსტად რა გეკეიფებო და დაიღუპა ქვეყანა და იქზე გავერანლობის საქართველოს დავტოვეთ. ამიტომ ვინც ემიგრაციაშია და პარიზშია და იმას გაყვა, ყველა არ არის სანიმუშო და სამაგალითო და ტაშდასაკრავი ახლა ეს ამ ქალბატონზე გამახსენდა ზურაბიშვილზე რომ მოგვიგზავნა მან პუტინმა იმისათვის რომ აღიაროს ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სხვა შემთხვევაში ვერ იცილებს ამ ტკივილს და ამ ჭრილობას ვერც რუსეთი და ვერც მსოფლიო. ვინ ჩაყლაპავს და ვინ აპატიებს ოკუპაციას სუვერენული ქვეყნისას ეს რო აპატიონ, მაშინ მესამე მსოფლიო მატყდება ყველა ქვეყანას მეზობელთან რაღაცა პრეტენზიები აქვს ტერიტორიული და დაირღვევა საზღვრების და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპები. ამიტომ უნდათ აი ამ ძალებს რომ საქართველოს პრეზიდენტის სახით აღიარონ აი ეს შექმნილი სამწუხარო რეალობა და მონახეს ეს ქალბატონი იმ ლეგენდით რომ პარიზშია გაზრდილი და ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი იყო. ვიმეორებ, ყველა არ ყოფილა სასახელო ემიგრანტი იქ და სამაგალითო ქაქუცასნაირი ყველა არ ყოფილა და ექვთვიმესნაირი. ჩვენ ექვთვიმეობა გვინდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც, რა თქმა უნდა. და არ შემიძლია არ შევეხო გუშინ ლევან ყიფიანის ინტერვიუს, რამაც ყველა შეგვიძლია ხა დავით ყიფიანის სიყვარულში ქართველებმა შეიძლება ერთმანეთს კონკურენცია გაუწიოთ, ხო? ეპოქის კუმირი იყო, შეიძლება ითქვას, კერპი იყო ფეხბურთის ასპექტში, ქართველობის განსახიერებას, ვაჟკაცობის განსახიერებას წარმოადგენდა. ეხლა არაერთხელ მithქვას, რომ ჩვენ კურსელები ვართ, მეგობრობთ, პატივს ვცემ ძალიან ახლოს ვიცოდი მისი განწყობები, მისი ხედვები და მეგონა რომ გუშინ მისი შვილი ასახელებდა სახელოვან მამას და ნუ ვიხილეთ შეშინებული კაცის ინტერვიუ, რომელსაც გააზეპირებინეს ჩვენება და ის გააზეპირებული ჩვენება კაჭკაჭით გაიმეორა ტელეკამერებთან. მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, ჩემო ლევან, როგორც მამაშენის მეგობარი მოგმართავ და არა როგორც თქვა ამ პოლიტიკოსი ან კანდიდატი ან რაღაც. სიყვარულით მოგმართავ. შენ თუ არ იტყვი სიმართლეს, რა დაგმართეს? და რა ხდებოდა? შენ გემუქრება საფრთხე. შენს ლიკვიდაციას გააკეთებენ, როგორც ეს გააკეთეს ეროსკის მანიშვილთან და როგორც ეს ჩვევია რუს ოლიგარქ ბეძინა ივანიშვილს, რომელმაც სისხლი და ესეთი გარჩევები და აი ასეთი დაჩმურებით იშოვა მილიარდები და ეხლა ერის დაჩმურება უნდა და ერი როგორც დღეს კახეთში უთხარი და საყოველთაო ტაში მოხვა, ერი 28 ოქტომბერს მათ ბახტრიონს მოუწყობს აუცილებლად და შენ კიდევ შენს თავზე იფიქრე ფიზიკურ გადარჩენაზეც და სიმართლე თქვი ეს შენთვის, მამაშენის სახელისთვის და ქვეყნისთვის იქნება დიდებული და მაგარი ამბავი. ამიტომ ახლა ძალიან რო არ გამოვიდოს დიდი შესავალი, ალბათ გადავიდეთ კითხვებზე, ხო, რაც შემოვიდა. კი ბატონო, გადავიდეთ შეკითხვებზე. მე ამავდროულად მოვუწოდებ ჩვენს მაყურებლებს, რომ მიაქტიურონ კითხვები დაწერონ და ჩვენ აუცილებლად დავაჟღერებთ მათ.
რამდენიმე შეკითხვა არის შემოსული, რომელსაც მე თალკე ამოვიწერე. ერთ-ერთი შეეხება იმ ფაქტსაც, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით და ტყვია-წამის გაყიდვასთან დაკავშირებით ეს თავდაცვის სამინისტროს სკანდალი ეგრეთ წოდებული. რა აზრის ხართ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და როგორ უნდა დაიცვან ქვეყანა, როდესაც აი ასეთი რაღაცები ხდება თავდაცვის სამინისტროშია? მადლობ შეკითხვისათვის. რა დაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს ყოველად კორუმპირებული მინისტრი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ლუკმანზე აკეთებს ბიზნესს და რომელმაც აი მთელი ეს კვება ამხელა ჯარის და მასთან დაკავშირებული მილიონები დაითრია და ათრევინა თავის ახლობლებს, შემოაქვთ უკრაინიდან პროდუქცია ჩერნობილთან ახლოს მდგომი ზონებიდან, სადაც რადიაცია კიდევ მომატებულია იმ ცნობილ აფეთქების შემდეგ და ქართულ პროდუქციაზე თქვა უარი იმის გამო, რომ მილიონები იშოვოს. და ეს პიროვნება გვპირდებოდა ჩვენ იმას, რომ ბენზინი გახდებოდა 1 ლარი და გვარწმუნებდა, რომ 1 ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში. მაინტერესებს ახლა ვის ჯიბეში მიდის, უკვე 3 ლარს მიაღწევს ეს ბენზინი და კიდევ გვისაბუთებელი იმით, რომ სოფლიო ბაზარზე ზურდება საწვავი და იმიტომ ზურდება აქაც, მაგრამ როცა იაფტებოდა სოფლიო ბაზარზე საწვავი და $23 ჩამოვიდა ბარელი და რუსეთი რამის კრიზისში ჩავარდა, მაშინ რატო ზურდებოდა, იქნებ ესაც ამაზეც პასუხი გავცეს იზორიამ. ასე რომ არავითარი თავდაცვა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა არის საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმით დაკავებული. პოლიტიკური თავდასხმა იქნება თუ ფიზიკური თავდასხმა იქნება, და ეს აგერ გავიხსენეთ მაჩალიკაშვილის ისტორია თელავში, იქ პანგისელი ჩეჩნევიც იყვნენ და კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც სპეცრაზმი მძინარე ახალგაზრდას უდანაშაულოს და პრაქტიკულად უდანაშაულოს კლავს საწოლში თავის სახლში. და ეგონება რა ვიცი, რომ ეს შერჩება პირველ რიგში ხელმძღვანელობას, ვინც დაგეგმა ეს დანაშაულებრივი ოპერაცია და აიძულა ბიჭები, სპეცრაზმის თანამშრომლები, ვაჟკაცები და პროფესიონალები დარწმუნებული ვარ, აი ეს ჩაედინა და ეს გაეკეთებინა და ცოდვაში ჩააყოფინა ხელი და ფეხი. აი ეს ყველა დაიჯება, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა. ეს მე ვიღებ ჩემ თავზე ამ ვალდებულებას ქართველი და ჩეჩენი ხალხის წინაშე. ერთი და იგივე თემატიკის შეკითხვა არის, ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი წერს, როდის ჩამოხვალთ ზუგდიდშიო და მეორე წერს, როდის ჩამოხვალთ ქობულეთშიო და იქ მოგავსეთ. ზუგდიდში აუცილებლად ჩამოვალ, ქობულეთში ყველანაირად ვეცდები ჩამოვიდე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქობულეთლებო, გამოგვეხმაურეთ, მოგწორეთ Facebook-ით, თუნდაც აი ამ გვერდზე, ვის გაქვთ სურვილი დაიცვათ ხმები არჩევნებზე. ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქობულეთში და მთლიანად აჭარაში. ცუდი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ყავდა კოორდინატორი ღირსეული კაცი დავით რობაქიძე, რომელიც წავიდა ემიგრაციაში, შემდგომში უკვე ვეღარ მოახერხეთ სტრუქტურების აწყობა, არა და მოსახლეობამ ხარჯს გვიჭერს, იქ ძიაიაში ჩამოდის ხულოდან თვეში ორჯერ 95 წლის კაცი, აი ნაღდი ქართველი, ნაღდი აჭარელი თასავით კაცი და მეუბნება რომ გინდა თუ არა უნდა ბათუმში წაგვიყვანო შამანთან, რომელიც გეტყვის გზას როგორ გახდე პრეზიდენტი. აი ესეთი უსაყვარლესი ადამიანი და ნუ ახლა რა ვიცი, ახლა მე შევპირდი რომ შეგვიძლია მეთქი ბათუმში რო ვიქნები შამანთან თუ მკითხავთან თუ ვინც ლოცულობს. ახლა მე არ მჯერ ეგეთი რაღაცების, მაგრამ არც მინდა რომ ვაწყენო ზიაიაშას და აი თვეში ერთხელ ჩამოდის მინიმუმ აი ამ ასაკის კაცი. ხარდაჭერა დიდი გვაქვს, ახლა მე როცა შუამთაში ვიყავი ბეშუმში, აი მხოლოდ იმდენი სიყვარული გადმოვიფიქრო რომ არ ვიცი, აი მთელი რა ვიცი 10 ჯერ დავებადო ღმერთი მაგნას 10 ჯერ მე ყოფნა მთელი ცხოვრება. მაგრამ აი სტრუქტურების ამბავზე დაგვეხმარეთ რა მთელ ქობულეთს და ჩემს საჭერას მივმართავთ. გამოგვეხმაურეთ, ვინც შეძლებთ რომ დაიცვათ ხმები, მოცემული ხმები უბნებზე, გაგამწესებთ იქ წარმომადგენლებად, ეს ხელფასიანია, ბიუჯეტიდან ფინანსდება კვალიფიციური პარტია ვართ მოგეხსენებათ, მართალი კომისიარები წაგვართოს, მაგრამ ნუ იგივე წევრია პრაქტიკულად ეს წარმომადგენელი. ახლა ხელფასი შეიძლება ისეთი მაღალი არ არის, მაგრამ ნუ არის ხელფასი რო თქვა 1 2 3 და ეყოფა ოჯახს და სხვადასხვა. ამიტომ გამოგვეხმაურეთ აი ამ გვერდზე მოგწერეთ და ყველას ჩაგვსვავთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისთავად შეხვედრა კარგია, მაგრამ აი ხმების დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზუგდიდში აუცილებლად იგეგმება ახლა და რიცხვს გამოვაცხადებს წინასწარ. მენატრება ჩემი ზუგდიდი, ისევე როგორც ჩემი აჭარა და ყველა რეგიონი საქართველოსი, მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველგან ჩავიდე. ახლა მე ხედავთ ალბათ მთელი ზაფხული და მთელი 20 წელი არ გავჩერებულა და მithumetes ეს ზაფხული და შემოდგომა გავიცი ხან სოფელში ვარ, ხან ვენახში ვარ, ხან საზანთროს ბაღში ვარ, ხან ფაროსანას წინამდე, ხან კონფლიქტის ხაზზე, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ვერ ვასწრებ ყველაფერს. ახლა მე თავის დროზე მოვიარე 1230 სოფელი. ეს რეკორდი იყო მსოფლიო პოლიტიკური საარჩევნო გამონების პრაქტიკაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში, ყოველ ოჯახში შესვლის დროს მდიდრდები. იმდენ განათლებას, იმდენ გამოცდილებას, იმდენ საინტერესო ნიჭიერ ხალხს ხვდები. ამიტომ ღმერთმა
მომცეს ზალა დაშნო რომ მოვიდე მე თქვენთან მაქსიმალურად ბევრთან. შემდეგი შეკითხვა თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებ მომსეულს არ ვფიქრობთ რომ გავჩერდები შედეგის მიუხედავად. ჯობია პრეზიდენტის რანგში დაგიბრუნდეთ, იმიტომ რომ კონკრეტულ საქმეებზე უკვე მოვაცენებ შედეგებს. მზია ხიზანიშვილი კითხულობს ასე რაღაცა საარჩევნო უბნები თუ არის გახსნილი იტალიაში და თუ არის რომელ ქალაქებში გვაინტერესებს შემიძლია მე გავცე ერთი საარჩევნო უბანი არის იტალიაში, რომში, საქართველოს საელჩოში. მილანში არ აქვს უბანი? არა, ცესკოს მონაცემებში წერია რომ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი აქვს რომში. ხო, იმიტომ რომ ეხლა იქ რო გახსნან მილანში, სადაც ძალიან ბევრი ქართველია და იქ ვენეციის რეგიონში და თუნდაც იქით ნეაპოლისკე თამარ ჟვანიაობა საიდან გააკეთებს მილიონებს ცესკოს თავმჯდომარე. ცალკე ივანიშვილი ურიცხავს მილიონებს. ცალკე კიდე მაქსიმალურად რამდენი 120,000 გამოუწერია წელს პრემია. მე არ ვიცი საზღვარი ხოლმე კონდეს გამომაძღვრობასაც. ეს საკითხი დავაყენოთ და გავახსნევინოთ იქ სადაც არის ქართველთა კონცენტრაცია. ბარსელონაში თუ არის ძალიან ბევრი ქართველია ჩვენ მეც მწერენ. არა, ნახავ და ჩვენ გამოაქვეყნეთ აი ჩვენ გვერდზე მისამართების სად არის საარჩევნო უბნები გახსნილი უცხოეთის მსხვილ ქართველთა თავმოყრის ცენტრებში და იქნებ შემოხვიდეთ იქ CSKO-დან არის გაზიარებული და კიდევ ერთხელ გადავხედოთ. აი ძალიან ვთხოვთ მთელი მიგრაციას მიმართო. თქვენ წვეთ ფაქტიურად ამ არჩევნების ბედს. მანდედანაც თქვენ წვეთ და აი აქ დარჩენილი თქვენი ახლობლების მეშვეობით ვისაც თქვენ ინახავთ ფაქტიურად, იმიტომ რომ უწევ მდგომარეობაში დატოვა მთავრობა, აი მათზე ზემოქმედების კუთხით თქვენ ვერ შეგსულთ ვერანაირი კანდიდატი და ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი საარჩევნო კამპანია. მე ძალიან ვთხოვთ მაქსიმალურად აქტიურად და დროზე მიაკითხეთ ამ საკონსულებს და აიძულეთ რომ აგიყვნენ აღრიცხვაზე და მოგწერეთ თუ შეხვდათ ის ცნობილი წინააღმდეგობები, რასაც ჩვენ ვაწყდებით აი ამ სფეროში. ახლა გადავამოწმე და ბარსელონაში არის საარჩევნო უბანი, ესპანეთში ორი უბანი არის, ერთი მადრიდში, მეორე ბარსელონაში. ასე რომ ხო, ბარსელონაში რო არის კარგია, მაგრამ აი ახლა მილანში უბნის არ ქონა, ეს ძალიან ცუდია. ახლა საკითხავია კიდევ მოსკოვის და პეტერბურგის ასპექტი. იქ ასეულ ათასობით ქართველია საქართველოს მოქალაქე. ართულებს ვითარებას ის რომ დიპურტერთობა არ არის, მაგრამ ხო არის იქ შვეიცარიის რაიჩოსთან საქართველოს ინტერესების დაცვის სექცია, რომელიც ფაქტურად საკონსულოა და რომელიც ვალდებულია რომ ASCII-ები შეადგინოს და საარჩევნო ყუთი დადგას და იქნება ამ საკითხზე მიმართოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და CSKO-ს. რატო ცდილობენ ეს ხმები მოტეხონ, მაბატიეთ, ჟარგონისათვის საერთო ქართული სივრციდან. ვის აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეს წაართოს თავისი ქვეყნის მართვა განგროვის უფლება, სადაც არ უნდა იყოს ის მოსკოვში თუ იქ მაგადასკარს. შემდეგ შეკითხვაზე რომ გადავიდეთ, ორი შეკითხვა არის ერთ და იგივე შინაარსის დაახლოებით. აი აქ დვალა გწევს საინტერესო იმას, მწერალი დვალა. ბატონო შევრო დღეს სურომში მეგობარს სტუმრობდი და ამ დროს CSKO-დან მოვიდნენ სიების დაზუსტების მოტივით, ალბათ საოლქო კომისიიდან ახლა CSKO-დან შევიდა. და იმავდროულად სალომეს აგიტაციო მასალას არ იგებდნენ. როგორც ვიცი, ამის უფლება არ აქვს, ეგზალებათ კიდე, რა თქმა უნდა ეგზალებათ. ყველა ეს კომისიის წევრმა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ. თუმცა არ არის დაფარული, რაც არ გაცხადებს, რა თქმა უნდა, ეს ხალბატონი არის ხელისუფლების სუპერ ოცნება. სუპერ წარმომადგენელი, რიგი წარმომადგენელი კი არა. თელ ამ მაფიოზულ კლანს ნახეთ დღეს აგერ მილიონი ჩაურიცხავთ უკვე ოფიციალურად და მილიონი რო იწერება ქაღალდზე, სამი იმდენი კიდე მიტანილი აქვს ისე ჩანთით. და მე მგონი ესენი მართლა დაიმსახურებიან რევოლუციას თუ ასე გაგრძელებს. სამომავლოდ ასეთ ფაქტებს თუ შეამჩნევენ ჩვენი მაყურებლები, უმჯობესია ფოტოს თუ გადაუღებენ, იმიტომ რომ ხო, ფოტო ფაქტი რა თქმა უნდა უკეთესია, ან ვიდეო, ეხლა ტექნიკურად ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ სმარტფონების ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩემს შეკითხვას თუ წაიგითხო, მადლობელი ვიქნები. ჩესტნი, მოსკოვ. აი მოსკოვზე ვსაუბრობდი და ალბათ ეს გაინტერესებდათ, ხო? რას გვწევს ჩესტნი, აბა ერთი. ძალიან კარგია რომ ჩესტნი ხარ და ჩესტნი ქვია. მოვა მისი რიგიც, რიგს დავიცავ, მანამდე ხისი კითხვა იყო და არ დავჭამა. აუცილებლად მის კითხვასაც გავაჟღერებ, მანამდე დავსვათ ასეთი შეკითხვა. ბატონო შალო, ამ წინასწარი რეიტინგების თუ გჯერათო ერთი ადამიანისთვის და იგივე შინაარსის არის მეორე კითხვაც, ბატონო შალო, როგორ აფასებთ თქვენს რეალურ რეიტინგს წინასაარჩევნო? რეიტინგში ბადალი არ აყვავს და ეს პირველი არჩევნებია, რომელიც უკონკურენტოა ჩვენთვის, რადგანაც ძალიან არა თანასწორი ფორმატია, ეხლა ჩვენთან ესეთი კონკურენტი დღეს ვერ მოვა, ეხლა ადრე ну ვიქნებით ახლა მე არ ვიქნები არც ერთ შემთხვევაში ზედმეტად თავდაჯერებული არა. ედუარდ ჩევერნაძე სოფლიო პოლიტიკის ფაქტორი იყო, ბატონ ჯუმბერ ბატიაშვილი სერიოზული ლიდერი გახდა და სერიოზული ხმებიც აიღო და არც გაყალბება არ ჭირდებოდა იმისაც რომ ხმები მოიპოვებინა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა იყო. 12 წელს ივანიშვილი ლეგენდა იყო, ხო? და ბუნებრივია ახლა კონკურენცია მაშინ მქონდა, საკმაოდ სერიოზული. დღეს ფაქტობრივად უკონკრეტო გარემო ახლა ისინი ვინც კენციყრიან ძნელია წარმოვიდგინოთ ჩემს კონკურენტებო თუ არ გავითვალისწინებთ ახლა იმ უკანონო მილიონებს, რასაც ვთქვათ მათი მოქრეები არიგებენ და
აგროვებენ და ემზადებიან გაყალბებისათვის. ეხლა რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ნომინირებულებთ ამაზე. მეგობრებო, ბოლოს და ბოლოს დავიჯეროთ ის, რომ ვინც იხდის მუსიკას ის უკვეთავს. გადაუხდიან, მათ დაწერენ პირველ ადგილზე და მე როგორც აწყობთ, ისე გააკეთებენ ჩამონათვალს. ეს პირველი რეიტინგები Edison Research-ის სამართლო რეიტინგები ვნახეთ, რა თქმა უნდა. ეხლა მეორე ნაცმოძრაობიდან გამოყოფილმა ჯგუფმა მოინდომა ასე თქვა თავისი უპირატესობის წარმოჩინება, სიყვარული და უპირატესობა და გამარჯვების პერსპექტივა ყალბი რეიტინგებით არ მოიპოვება. ეს აჩვენა სოფლიო პოლიტიკამ არაერთხელ და ამას აკეთებენ ზომბირებისათვის, რომ აი ჩაუდონ ქვეცნობიერში ადამიანებს, რომ ეს შალვა კია, ეხლა ის ხმის მისაცემიდან მხარდასაჭირო და სიმართლეს ლაპარაკობს, მაგრამ ხედავ, ის წინ ყოფილა, ის უგულავას ბოკერიას პარტია. მოგეხსენებათ ადამიანი ეხლა მუდმივად ებრძვის საკუთარ თავში რაღაც არგუმენტებს, მოტივებს, შეხედულებებს და აი იქ ცდილობენ რომ ითამაშონ და ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ვიცოდეთ რომ ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. თქვენ ხართ პირველ ადგილზე და მე ვარ თქვენთან ერთად. ხალხთან, ჩემი ხალხის უმრავლესობასთან, საღად მოძრაობენ ნაწილთან. ეს ამ დანარჩენებს მეტი არაფერი აღარ დარჩენიათ, რომ გარდა იმისა, რომ დაჯღაბნონ ყალბი რეიტინგები და გამზადონ ფულები იმათ მოსასყიდად, ვინც იყიდება. აი ეს სიტუაცია. არ ინერვიულოთ ამ რეიტინგებზე, კიდე გამოუცხობენ 1000 საძაგლობას და სისულელეს. რაც შეეხება ჩესნის შეკითხვას, მისი რიგია მოვიდა ამჯერად, ბატონ შალვა, თქვენი პარტია თუ დაკავდება სერიოზულად სპონსორის მოძებნით, თუ ასეთ შეკითხვას? სპონსორის მოძებნით კაიხანია დაკავებული ვართ, მაგრამ არ ჩანს ეს სპონსორი, იმიტომ რომ ვიმეორებ ჩვენი მსხვილი ოლიგარქია არის ბოროტმოქმედთა განსაკუთრებული კასტა, რომელსაც არ გააჩნია. ქველმოქმედების დახმარების, თანადგომის, პატრიოტიზმის არანაირი კოეფიციენტი და ლიმიტი. და საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ სულ ხელისუფლებას აფინანსებენ შეურნაძიდან დაწყებული და მე ეს ხელისუფლებები ჭამს ამათ. თავიანთ მკვლელს და მახრჩობელს თვითონ აძლიერებენ და აფინანსებენ, როდესაც არ იყურებიან იქი და არ ფიქრობენ, რომ ქვეყანას საჭიროა გაბალანსებული პოლიტიკური ვექტორი, რომ ხელისუფლებას რომ მიუტან იმას რა ქვია 100 მილიონს რაღაცა რამდენიმე 10,000 ოპოზიციაზე უნდა გაანაწილო, იმ ოპოზიციამ ხელისუფლება აგრიტიკოს და იმ ხელისუფლებამ ერთ დღეს არ გაგფარსოს მთლიანად. აი ეს რაც სოფლიო ბიზნეს ელიტამ გაიგო და დღეს აი დემოკრატია ამაზე დგა, აი ამ ჩვენმა ჭყონიებმა შეხედეთ, ჭყონია აფინანსებდა მხედრეონიდან დაწყებული ყველა შავ ძალას, ყველა ხელისუფლებას. და სწორედ ამიტომ წაიღო თურქული კრედიტიდან 7 მილიონი დოლარი თავის დროზე, 7 მილიონი დოლარი ახლანდელი 700 მილიონია. ეს ძველი პერიოდიდანვე გახსნა ეს კოკაკოლას წარმოება და ომად ამას ეს მაგდროს ნაკურდალი ფულით. და მოგება მიქონდა და მიაქვს არა იმაში რომ გადაიხადოს ეს ვალი, რომელიც აი ჩვენ პენსიონერების მართია, ჩვენი ახალგაზრდების მართია, ჩვენი ოჯახების მართია, ჩვენი ბიუჯეტის მართია. არამედ ამ ფულს აგზავნის ხელისუფლებებში და ახლა გაუგზავნა იმ სამარცხინო ლაღიძის ხელით სალომე ზურავიშვილის რამდენიმე 10,000 და რა თქმა უნდა რეალურად უფრო მეტი იქ ცოტა დაწერეს ქაღალდზე. ამიტომ ეხლა როგორ არის იცით ეს რო დაგაფინანსებს ჩვენი ოლიგარქი ხო თუ დაგაფინანსა წენდადები ჩვენ გქონდა ყოველთვის მე უნდა რომ გმართოს მე უნდა რომ აღერო კერპად რახან ფული აქვს და იყო მისი ასე ვთქვათ საადვოკატო კანტორა და ეხლა ასეთ დაფინანსება მე და ჩვენს პარტიას ნამდვილად არ გვჭირდება რომ ჩვენ პრინციპებს ჩვენს იდეებს ჩვენ შეხედულებებს უღალატოთ და დაფინანსების გამო რომელიმე ოლიგარქის ჭმორი გავხდეთ მაგას გვირჩევნია სიკვდილი მაგას გვირჩევნია სამუდამოდ ხელისუფლების გარეთ ყოფნა ქუჩაში თქვენთან ერთად ყოფნა მაგას მირჩევნია აი ჩოგურეთში სიკვდილი აი ამ ოფისში სადაც ვარ ვიდრე გავყიდო სულ იმის გამო რომ რაღაცამ დამაფინანსე ეგ გამორიცხული შესაბამისად ჯერჯერობით ასეთი პატრიოტულად განწყობილი ოლიგარქი არავინ არ გამოჩნდა თურმე გამოჩნდება სიამოვნები დაფინანსებით რა თქმა უნდა რაზეა საუბარი იმიტომ რომ ჩვენ აქტივი მშერტიტველი დარბის გამოკითხვებზე და მხარდამჭერთა სიების შესაძლებლად და პარტიული დავალებების შესასრულებლად თუ მდგომარეობაში ვართ ეხლა უცხოეთიდან რო დაგაფინანსონ იქაც ეგ მოთხოვნა ეხლა რუსეთიდან დაგაფინანსებენ ჯერ ეგეთი რუსეთში მოღვაწე არც ერთი ქართველი ბიზნესმენი კაცი არ არის მსხვილი ბიზნესმენი ესენი არიან ორმაგ სამმაგი აგენტები და ეს სულთა ვიზგონა ის ფრანგული ფილმი როა თოჯინა ხო ის რო ეუბნება ის შეფი კომპანიას რო აი ჩაიხატი შარვალი იმას და ის რო იხდის და მე გააჩერებს გაჩერდა არ გაიხადო და ეხლა შენ მიპასუხე მე უფრო ნაზირალა ვარ თუ შენ რო ამას აკეთებ აი მოსკოვში მოღვაწე ქართული ბიზნესმენების პილადე აი ესეთი მთლიანად ნამუსგარეცხილი წამხდარი და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელი მათ რო დაგაფინანსონ უნდა ქონდეთ კრემლის ნებართვა
კრემლის ნებართვა რო გქონდეთ, შენ უნდა გახდე პუტინის თანამოაზრე. უნდა განაცხადო, რომ ჩვენ დავესხით თავს იმას, რა ქვია, ცხინვალსა და ჩვენს მიწაზე, ჩვენს, ასე ვთქვათ, ტერიტორიას, ჩვენ დავიწყეთ ომი და მე უნდა განაცხადო, რომ ყირიმი სწორად შეუერთდა რუსეთს და დონეცკი და ლუგანში რუსეთმა სწორად გააკეთა და სირიაში ხო საერთოდ სამოთხეს აშენებს. ეს უნდა თქვა. ამ შემთხვევაში დაგაფინანსებენ. დაავარებს კრემლი იმ ქართულ ოლიგარქებს მანდროულ სვავენ არბაძე, გენაცვალე რესტორანში ყოველდღე გულდამწვარი საქართველოს სადაგრძელებლებს და არაფერი ქართული მათ არ აქვს. აი მე დაგაფინანსებენ წავო მილიონი. ამას ვერ გავაკეთებ. ისევ როგორც არც დასავლეთიდან არაფერს არ ავიღებ, იმიტომ რომ ყველა ფულს მოხობა შეკვეთა რა, რო გითხრათ. ჯერჯერობით შეკვეთის გარეშე ზარავენ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში უფულები უფრო მეტნი ვართ. მოუსყიდველები ვართ და თუ სულებს გავერთიანებ, ძალიან დიდი შედეგი დადგება. ლევან ჩოხელი წერს, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდა ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული, პოლიციელმა 27 აპრილს იძალა და ჩემზე და ფოტოებით მაქვს ძალადობის. თუ შეგიძლიათ აქციები რომ მოვაწყოთ და პოლიციელები დაისაჯენონ. მე ლევანს არ ვიცნობ. ლევან გამოგვიარა, ეგ ახალგაზრდობის თავმჯდომარეა მიშა კუმციშვილი. შეხვდი, მეც შევხვდები და დავგეგმოთ შენს გვერდზევად რაზეა საუბარი. ეს ამაზე ზენია თუ ასე მოხდა და რაც საჭირო იქნება საპროტესტო ორგანიზებების სახით ჩვენ შენს გვერდით ვართ. ჯობია დეტალებზე მას პირადად მაგრამ დეტალებზე დავგეგმოთ რა მოხდა და რა რეაგირება იქნება ადეკვატური ჩვენგან. შემდეგი შეკითხვა არის თეა ნადაშვილისგან, შტუტგარტში თუ არის გახსნილი საარჩევნო უბანიო და შტუტგარტში მგონი არ არის. მე გავაცნობ, რომ სამი საარჩევნო უბანი არის გერმანიაში, ერთი არის მიუნხენში, ფრანკფურტში და ბერლინში. ბერლინში. შტუტგარტში არ არის, თუმცა ყველაზე ახლოს რომელიც არის თუ არ შეწყვეტება. შტუტგარტი მგონი მიუნხენთან უნდა იყოს. მიუნხენთან არის თუ არ ვსდები ახლოს სიმართლეა ზუსტად არ. ხო, დამატებითი შეწუხება, დამატებითი ხარჯებია, მაგრამ საქართველოსთვის დამიჯერება ხარჯების გააღება ღირს, იმიტომ რომ მე 100 მაგა დაგებრუნდება უკან, როცა საქართველოს დადგება ფეხზე და მათ შორის თქვენი ოჯახის და თქვენს დაბრუნდებით აქ. ამიტომ ეს დღე შევწიროთ საქართველოს 28 ოქტომბერი ჩემო ძვირფასო ემიგრანტი. ლევან თერმაკოზაშვილი წერს ასეთ რაღაცას, გორში სოფელი ხელთუბანი ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის მკვლელობის გამოუძებლობის გამო. თქვენ რას ურჩევთ სოფლის მოსახლეობას და თუ მოხერხდება ჩვენთან ჩამოსვლა? ხო, ხელთუბანი ისტორიული სოფელია, საერთოდაც და იმითაც რომ იქ ცხოვრობდა თედო რაზიკაშვილი, ვაჟას ძმა, ხო, ხელთუბანში. ძალიან მინდა თქვენ სოფელში ჩამოსვლა, ვიცი მე ეს ტრაგიკული ამბავი და თქვენ ზურდით ვარ, სოლიდარული ვარ, თუ ჩათვლიან საჭიროდ ოჯახი ნებისმიერ მათ აქციაში მივიღებთ მონაწილეობას, რაზეა საუბარი, უბრალოდ ჩვენ არ გვინდა ხოლმე ასეთი შრომგვარი მამებისა და მშობლების აქციაში გავერიოთ და უპატიჟებლად, იმიტომ რომ მე ატეხავენ ყვილის ოპონენტები, რომ აი ქულებს აგროვებს და ბავშვების სიკვდილით ქულებს იწერს. შევარცხვინა ეს პოლიტიკოსი, რომელიც სიკვდილით ქულებს ჩაიწერს, მე თუმეტეს ბავშვების. ის დედამიწაზე სიარულის ღირსი არ არის, ვინ უნდა იკადროს ეს. მაგრამ აი ესეთი ბინძური ჭორები რა ვიცილო თავიდან, უნდა გავაგებინოთ კონკრეტულად რა შევარ საჭირო და თქვენს გვერდით ვართ და გორშიც იგივე მდგომარეობა რაც აჭერაში. მხარდაჭერა არის სასაული ამ რეგიონში, თუნდაც იმიტომ რომ ახლა მე თვითონ ქართველი ვარ, ესაც გარკვეულწილად მოქმედებს მოგეხსენებათ არჩევნებზე ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ აი ეს სტრუქტურები რა, ესე იგი, მუდმივად თუ უშიშროების თელი ძალისხმევა მიდის, რომ გორში სტრუქტურები იყიდოს. ხო გითხარით, რომ ის გორის მერი ჩვენი ორჯერ გავათრე პუნძივით დეპუტატად და ახლა ოცნებაში მოხვდა და მერი გახდა. ნუ ჯანდაბას მაგის თავი კიდე შედარებით იმ სხვა მოვალეებთან შედარებით წესიერი კაცი იყო ყოტე თავზარაშვილი. დანარჩენის მამის წარაშვილი, ის ნაძირალა, ის წინა კოორდინატორი. ურცხვად გაიყიდა და რო ჩავედი ერთხელ შეხვედრაზე გორში, დარბაზში დამახვედრა ხელისუფლების წარმომადგენლები სავსე დარბაზი. ის რა ქვია, კი გამიკვირდა ახლა რომ გავხედე მთლად არიჯდა ჩვენი კონტინგენტი, ისეთი ლოყებ ღაჟღაჟა ხალხი იჯდა ხასტუხებით, ცოტა ეშმაკურად იცინოდნენ და მერე აშთაც მიკრავდნენ ისე მოვრიდები და ბოლოს ვადგენ რომ მთელი ხელისუფლება მოუყოლეს დარბაზში. დაუსვია. შემოგზავნილი იყო მოკლედ პირდაპირ ვთქვა და ბოლოს იყიდეს თლიანად. იქ იყო ყველაზე კიდე კარელში. ცეკას მეორე მდივანი კომუნისტები შევარცხნილ. აი ეგეთმა კომუნისტებმა დააქციეს საბჭოთა კავშირი და დაგვაქციეს ჩვენც. რესტორანი მიუცია ტრასაზე და გაყვიდა და დაგვიშალა პატ ორგანიზაცია კარელში. ყველაზე. რესტორანი ეგ და სართულიანი მაღაზია ვაჭარი სულთა. აი ესეთ ვაჭრებს რა უნდა ხალხო პოლიტიკაში და ამდენი წესიერი ხალხი სახში ზის და არ ეკარება პოლიტიკას. თქვენ თუ არ მიხედავთ თქვენს ქვეყანას და მარცხენელები არ ჩამოვლენ და აი ესეთ იმად დარჩებათ. ნაგავს ქვეყნის ბედის გადაწყვეტა. ხო და ამიტომ გორელებსაც მიმართავ, დაგვიკავშირეთ. 1-10 გორელი დაგვიკავშირეთ და როგორც კი შევეხმიანეთ და დავიბარეთ რომ შევხვედროდით ანთებული წერილები მოვიდა, გაქრა ყველა. ყველა გაქრა ახლა მე შემაგრო ტოტალურად იგუშიშროება მუშაობს რომ ჩვენსკენ ვინმე არ გამოიხედოს, იმიტომ რომ დიდი ხმები დაბრუნდება თუ დაიცავს ვინმე ჩვენს ხმებს უბნებზე. ამიტომ მე ძალიან ვთქვით გორელებს შემოგვეხმიანეთ რა ასე ვთქვენს.
შემდეგი შეკითხვა რეზო ერთ-ერთი მაყურებელი ბატონო შალვა რა სიტყვით საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლაზე. აუცილებლად უნდა გადავიდეთ, ოღონდ არა ისეთზე ახლა წინ ებზორვე იყო, რომ ყველაფერი ის იყო, დამლაგებელსაც პრეზიდენტები ნიშნავდა. აუცილებლად უნდა გადავიდეთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელზე, ეს არის ფრანგული მოდელი, ეს არის ასე ვთქვათ, ეს ქვეყანა პრეზიდენტობის ინსტიტუტის სამშობლო, აპრობირებული მოდელია, მუშაობს შესანიშნავად, ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი ქვია, ეს ნიშნავს იმას, რომ არის ძლიერი პარლამენტი და არის ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს პრეზიდენტი ითვლება მთავრობის მეთაურად თუ ყავს მას პარლამენტში თავის უმრავლესობა, მაგრამ თუ უმრავლესობა ვერ გაიყვანა და სხვა პარტია მაჯობა, მაშინ ეს პრეზიდენტი უკვე ითვლება არბიტრად და არაპარტიულ ფიგურად და ხელისუფლების განბალანსებლად და თავრობა თავის პოლიტიკას პრეზიდენტის გარეშე ახორციელებს. აი, ეს შეჯიბრებითობის პრინციპი უნდა ჩამოყალიბდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტსა და პოლიტიკურ სისტემას შორის. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეხლა სიცხვილეა როგორ არის იცით საქმე, ჩადის საქართველოს პრეზიდენტი იმაში, რა ქვია, ამერიკაში და ქალაქის მერის მოადგილე ხდება. ტრამპზე და პენსზე ხო აღარ არის საუბარი. ეს ერის პრესტიჟი, სახელმწიფოს პრესტიჟი ფუჭდება ამით. ეხლა იმათ წაკითხულობთ კონსტიტუცია და იციან რომ გაძარცვეს გააკულაკეს პრეზიდენტის ინსტიტუტი იმისათვის რომ ივანიშვილს გარედან ემართა ქვეყანა და წინა ხელისუფლებასაც პასუხისმგებლობის გარკვეული პროცენტი აკისრია რაც მოხდა. ეხლა სააკაშვილი ფიქრობდა რომ პრეზიდენტობის შემდეგ გადავიდოდა პრემიერ-მინისტრად და დაიწყო ამ ინსტიტუტის შემცირება და უფლებების გადატანა პრემიერ-მინისტრზე და ივანიშვილმა დააგვირგვინა საერთოდ. ამიტომ ეს გაუპატიურებული პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, როგორც შეეფერება მას ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფიგურის სტატუსი საშინაო და საერთაშორისო არენაზე და ამით ქვეყნის პრესტიჟი აიწევს. ეცოდინება მსოფლიოს ვისთანაა საქმე, ვინ წარმოადგენს საქართველოს. იმავდროულად ისიც ეცოდინებათ, რომ ეს დემოკრატიული წარმომადგენელია და ყველაფერს რო წვეტავს ისეთი. ამიტომ ჩვენ არჩევნების მერე დაგვჭირდება დიდი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და კონსტიტუციური რეფორმების დაწყება აუცილებლად. ამოდის ბოლო შეკითხვა არის, ეს არის ქალბატონი ქეთევან ლუთიძე. ბატონო შალვა, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ღმერთმაქნას მოგხედავთ ემიგრანტებს თუ არა? მე გითხარით, რომ თავარი ამოცანა ჩემი იქნება ემიგრანტების დაბრუნება საქართველოში, საქართველოს საელჩოების და საკონსულოების გადაქცევა ჩვენი ემიგრაციის უფლებათა დაცვის ცენტრებად. ყველა საელჩო იქნება თქვენი სახლი. ყველა ელჩი იქნება თქვენი თანაშემწე. და რა ის ახლა ელჩები რო არიან საქართველოს წარმომადგენლები კი რა ივანიშვილის წარმომადგენლები. ესე იქნება და თითოეული ემიგრანტი იქნება თავისი მოთხოვნებითა და პროფესიული ნიუანსებით კონტროლზე აყვანილი და როგორც კი გამოჩნდება ქვეყანაში მისთვის სამუშაო ადგილი ეს პედაგოგი იქნება, ლექტორი იქნება, ინჟინერი იქნება, თქვათ იქ ფერმერი იქნება, იმავე წუთს ვაცნობეთ იმ კარტოტეკიდან რომ თქვენთვის სამუშაო ადგილი მზად არის, ჩავამბრძანდი და მე დავხვდებით მასწავლებლად აეროპორტზე პირადად. ძალიან ბევრმა ადამიანმა კომენტარები გამოთქვა თავის აზრს დააფიქსირა, მადლობა ამისთვის. უდიდესი მადლობა. შეკითხვები მეტი არ არის და ალბათ შეგვიძლია დავასრულოთ. მომავალ ხუთშაბათამდე დიდი მადლობა ყურადღებისათვის.